გრილი რადიო მელომანი მოაზროვნე საზოგადოების გონებრივი საკუთრება. Well, campaign. გამარჯობათ. რადიო მელომანის პირდაპირ ეთერში მოგესალმებათ ალექსანდრა კრაუზე. თითოეული ჩვენგანის კალენდარში არის თარიღები, რომელსაც ვერ გადავახტებით და არც უნდა გადავახტეთ. მოვლენები წარსულიდან, რომლებმაც განაპირობა ჩვენი აწმყო თუ მომავალი. ერთ-ერთი ასეთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის 1999 წლის 9 აპრილი. მე მაშინ 2 წლის ვიყავი და როგორც დანარჩენ ჩემი თაობის წარმომადგენლებს ბევრი არაფერი მახსოვს. თუმცა გუმანით გარკვეული კოლექტიური მეხსიერების დონეზე ყოველთვის გრძნობდი ამ თარიღის მნიშვნელობასა და სიმძიმეს. მას შემდეგ საუკუნის მეოთხედი გავიდა. არაერთხელ მივბრუნებულ ვარ წარსულში. ვუყურებდი როგორ იშვერდნენ ხელებს ძლიერნი ამ ქვეყნისა ერთმანეთისაკენ. ერთ-ორ სადანაშაულებდნენ მომხდარში. დაობდნენ ვისთვის და რატომ უნდა დაეჯერებინათ თუ არ დაეჯერებინათ. საბჭოთა კავშირის დაშლაზე საუბრობდნენ. მათ ამ ყველაფერზე უკვე საკმარისი და საკმარისზე მეტიც თქვეს. მე დღეს აქ ამისთვის არა ვარ მოსული. მე დღეს მინდა ჩემთან ერთად თქვენს დაინახოთ, რომ იმ დღეს დაღუპული 21 ადამიანი არა ვირტუალური პერსონაჟები იყვნენ, რომელიმე წარსული სამსახავი ფილმიდან, არამედ აბსოლუტურად ნამდვილი ცოცხალი ხალხი. მინდა ეს დანაკარგი თავად იგრძნოთ და განიცადოთ, როგორც ეს მათმა ოჯახებმა განიცადეს, იმიტომ რომ ეს ერთადერთ გზად მიმაჩნია ოდნავ მაინც შევამცირო უფსკრული თაობებს შორის. რადგანაც ვხედავ, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს ორ რადიკალურ განსხვავებულ პოლუსებადაა დაყოფილი. და არ მგონია ამან რაიმე კარგი მოგვიტანოს არც თითოეულს ცალ-ცალკე და არც ერს და სახელმწიფოს მთლიანობაში. მაშასე აზა ადამია 22 წლის 1999 წლის 9 აპრილს გამთენიისას რუსთაველის გამზირზე დარბევის დროს მოკლეს. ის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. მეგობრებთან ერთად მიტინგებზე ყოველდღიურად დადიოდა. თავად მარტვილის რაიონიდან იყო. 28 მარტს წავიდა თბილისში და მას მერე ის სახლში აღარ დაბრუნებულა. 9 აპრილის ღამეს 11 საათზე მობრუნებულა სახლში თბილისში და შემდეგ ისევ როცა გარეთ გადიოდა დიასახლის უკითხავს სად მიდიხარო. როცა გაუგია რომ აზა რუსთაველზე აპირებდა წასვლას დიასახლის უთქვამს შვილო არ წახვიდე რამე არ შეგემთხვასო. ხოლო მან უპასუხა მერე რა ასეც რომ მოხდეს თუ შევეწირები ჩვენ საქართველოს შევეწირებიო. მოგვიანებით 9 აპრილის საზოგადოების წევრებმა უთხრეს ჟუჟუნა ადამიანს აზას დედას რამდენივე ხვეწე წადით ქალები წადით ფეხი ვერ მოვაცლოვინეთ ადგილიდანო. ჩემი გოგოს ამბავი რომ ვიცი ის იქედან არ წამოვიდოდაო ამბობდა აზას დედა ჟუჟუნა ადამია. გიორგაძე ნატო 23 წლის ჩოხატაურის რაიონიდან. ძმა ეჩხუბებოდა ნუ ეხუმრები შენ ამ მთავრობასო მაგრამ ვინ უგონებდა. დედაც სულ ამას ჩაშჩიჩინებდა. ნოემბრის 1 შაბათს სუფრას აწყობდნენ და დედამისმა შეშფუთებულმა უთხრა შენ არ იცი გოგო ვისეუმებით შეეწირები ამ საქმეს შვილო რაზეც ნატომ შემოიყარა დოინჯი წინ გადაუდგა და უთხრა თუ კი საქართველოს შევეწირები განა ჩემზე ნაკლები მამული შვილები შეწერვიანო. მე რას მიშვები მე ჩემზე არ ფიქრობ უთქვამს დედას. შენ კი მეწოდები დედაო გაუღიმა მოეხვია და აკოცა. დოლიძე თამულა 28 წლის სამსახურიდან სახლში არ მოდიოდა. პირდაპირ მთავრობის სასახლეს მიაშურებდა ხოლმე მოშიმშიელებთან. დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველოს სურდა ენახა. ენუქიძე თინა 70 წლის. პატარა სკამი ჰქონდა წაღებული და მოშიმშიელებთან ერთად იჯდა. იმ დღესაც დილის 11-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან. თოიძე ნინო 25 წლის. 4 აპრილს სურათი გადაუღია. 9-ში მოაკითხეო დაუბარებია ფოტოგრაფს. ცოტა ადრე-ქენი 9-ში ეგება არც ვიყო ცოცხალი უპასუხა. ნინო. მოგვიანებით ყვებოდა დედამისი ჟუჟუნა თოიძე. იკვიძე ზაირა
61 წლის. კიბერნეტიკის ინსტიტუტის თანამშრომელი თბილისიდან. ამბობენ უსასრულოდ კეთილი ბუნების ადამიანი იყო, განსაკუთრებით ემარჯვებოდა ბავშვებთან ურთიერთობა. მამულიშვილი თამარი, 50 წლის. ღრმად განათლებული ქალი იყო, სულ მუდამ ეროვნული პრობლემებით იყო დაკავებული. აპრილის პირველ დღეებში მიტინგებზე არ გასულა. 8-ში კი დაიჟინა, დღეს ჩვენ რომ არ წავიდეთ იქ, არაფერი არ შეიცვლებაო. ქალიშვილი ვერიკოც წაუყვანია. როცა ისაბედისწერო წუთები დამდგარა და უთქვამთ, თუნდ დავიხოცოთ, ათ ქუნდა ვიყოთო, ხოცვა ჟლეტის შუა გულში აღმოჩნდეთ. გულწასული ვერიკო მხატვრის სასახლეში შეუყვანიათ. თამარის გვამი კი შემდეგ იპოვეს. მეტრეველი ვენერა, ერთ-ერთი 8 და-ძმიდან. ეგ თნად მუშაობდა და ყველა სატკივარი გულთან მიჰქონდა, ნაცნობის თუ უცნობის, ღამეებს უთენებდა. პირადი ცხოვრებით გამწარებული ქალი, შვილი ყავდა პატიმარი. ნოზაძე მამუკა, 22 წლის, ლაგოდეხის რაიონიდან. მამუკა თბილისში სწავლობდა ტექნიკუმში. ყოველ შაბათ-კვირას იქ იყო და ბოლო დროს აღარ ჩამოდიოდა ლაგოდეხში. ატყობინებდა ოჯახს, ქორწილში ვარ დაპატუჟებულიო. იგონებდა, რათა დედამის არ შეშინებოდა, სიმნაბილეში კი მიტინგებზე იყო. სამარგულიანი ნანა, ბოლო წუთამდე მთავრობის სასახლის კიბეებთან იდგა. ვიღაც კაცი მისულა მასთან და უთქვამს, ახლა დარბევა მოხდება და გაერიდეთო. ის კი სწორედ საწინააღმდეგოდ უფრო შუაგულისკენ წასულა. მე აქ უნდა ვიყო. ქვასროლიაშვილი შალვა, თელავის რაიონიდან. მეგობრები და ოჯახის წევრები დათოს ეძახდნენ. სულ იქ იყო იმ მიტინგებზე, ნოემბერშიც იყო და აპრილშიც. სახლში რომ ჩადიოდა, გული არ უჩერდებოდა და ისე უკან თბილისში ბრუნდებოდა. მამა ახალი დაღუპული ყავდა, სახლში კი დედა ელოდა. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის, თბილისიდან. რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარი. არ ვიცი თუ რატომ უნდა მოგინდეს მიეწოდო მსგავსი ინფორმაცია დაღუპულის ოჯახს, მაგრამ ელისოს მამა გიორგი ჭიპაშვილი მოგვიანებით ყვებოდა, რომ ერთმა კაცმა ჩამოიტანა ამბავი ფასანაურში. იმ ღამით ვიღაც ბავშვისთვის დაურტყა სალდათებს და იმ ბავშვს გადაფარებია. ეხლა ელისოს რომ მოუტრიალდა სალდათი, ელისომ შეესახა, რა შვები ფეხმძიმედ ვარო, იმან კი უფრო გამეტებით დაურტყა მიშელუჩეო. ჭოველიძე თამარი, 16 წლის. ხშირად თამუნას ეძახდნენ. 51 სკოლის მოსწავლე იყო. არც ნოემბერში და არც აპრილში მიტინგის არც ერთი დღე არ გაუცდენია. მიჰქონდა წყალი და თბილ ტანსაცმელი მოშიმშილეებთან. ჭყონია სამარგულიანი მარინა, 2 შვილის დედა. ვაშალეიშვილი ნათია, 16 წლის. 51 საშუალო სკოლის მოსწავლე. ბეჟანიშვილი ეკა, ასევე 16 წლის. კომბაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. ჯანგირაშვილი ნოდარი, ჯინჭარაძე მზია, მელქაძე მანანა, ქარსელაძე გია, ლოლაძე მანანა. ვაღიაროთ, რომ ხშირად 1999 წლის 9 აპრილი თბილისში დაატრიალებული ტრაგედიას განიხილავენ როგორც იზოლირებულ, უნიკალურ მოვლენას საბჭოთა იმპერიის ეროვნულ განთავისუფლებელი მოძრაობის ზეგავლენით დაშლილ პროცესში. თუმცა მსგავს მოვლენებს ადგილი ჰქონდა სხვა საბჭოთა ქვეყნებშიც. ჩვენ გვიყვარს საკუთარი თავის ერთადერთებად და განსაკუთრებულებად წარმოჩენა. ეს ბუნებრივი მოვლენაა და ბუნებრივი სურვილია. მაგრამ აქვე გაგახსენებთ, რომ 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში საბჭოთა არმიის მიერ ეროვნულ განთავისუფლებელი მოძრაობის მშვიდობიანი მიტინგი დარბევისას მძიმე ტანკებით გაისრისა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იქნა 107 ადამიანი. ბაქოში სისხლიანი მოვლენების შემდეგ 3 კვირის თავზე ვილნიუსში იყო მოკლული 14 ადამიანი და 600 დაჭრილი. მე მსურს მიუსამძიმრო ყველას, თბილისში, ბაქოში, ვილნიუსში და არა მხოლოდ. დიდი მადლობა, ეთერში იყო ალექსანდრა კრაუზე, სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანი.